ბევრი თქვენთაგანი იფიქრებდა, რომ სახლის პირობებში ქაბაბის მომზადება ძალზე რთულია, თუმცა მინდა დაგიმტკიცოთ, რომ ყველაფერი არის მარტივი და რაც მთავარია, უგემრიელესი. ბევრ ლაქ-ლაქს არ დავიწყებ და პირდაპირ შევდგეთ ფარში შექმნას. დაგვრჩება საქონლის და ღორის ფარში. დავუმატოთ გატარებული ხახვი, ასევე ნიორი, კოწახურის მარცვლები, დაბქვილი წიწაკა, ხმელი ქინძი, ძირა, მარილი, დავუმატოთ ასევე დაბქვილი კოწახური და წვრილად დაკეპილი ქინძი. ყველაფერი კარგად გადავორიოთ. როდესაც ფარში გაერთიანდება, გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე. აუცილებლად დავკეპოთ მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში, სანამ ფარში არ გახდება წებოვანი სტრუქტურის. მზა ფარში მოვაგუნდაოთ სასურველ წონებად. შემდგომში ჩავდოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით, რათა გემოები გაჩნდეს. მიღებული ფარში ხელის გულის დახმარებით გავიყვანოთ სიგრძეში. შემდგომში ავაგოთ შამფურზე. მივცეთ ფორმირება ხელის დახმარებით. ასეთი არაჩვეულებრივი ქაბაბები გამოგვივიდა. სამწუხაროდ მაყალი არ გამაჩნია, მაგრამ მაყალზე უკეთესი რამ მაქვს. ეს არის მოვას EG20 Pro-ს ახალი თაობის AIA multi-grill, რომელიც ერთ მოწყობილობაში აერთიანებს აეროგრილს, ბარბეკიუს, ორთქლზე მომზადების ტექნოლოგიას, ასევე ტოსტერს და უამრავი კიდე სხვა რეჟიმებიც აქვს. ასე რომ ამ ზაფხულს ერთად დავტესტოთ ყველა რეჟიმი. ამდენ საუბარში მომზადდა ჩვენი უგემრიელესი ქაბაბი. ქაბაბის ზედაპირზე მოვაყაროთ წითელი ხახვი, ცოტაოდენი ქინძი და რა თქმა უნდა სუმახი.